Oh yeah, შეგორა და მეძინები. გამაგებინეთ ხმას სამარიდან. აუ, რა კარგი ჭიქებია. ეს რა არის, სარკე? რა ხდება, ეკა. მიდის ხო? ყვითელი პრესა. მიდი მოვდივარ. რა, გაუკეთა, უცნობს. ეს რომ იგი ციხეში ჩაჯდა, აღარ გამოდის, არიბანს და აი ხე ეგეთი სტატიები წავა. სარკეებში და თბილისელებში. აუ. ეს მიყვარს თითო ნატო გამონოთქვა. რა უნდა დავიჯეროთ, არა უნდა დაიჯეროს ქართულმა ხალხმა. მე არ ვიცი რა. ერთი მხრივ აგინებენ და იმაშვებიან და მეორე მხრივ ენგურგეს აძლევენ გადამართვაში. მაგარი ძალიან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს ქვია მაგას ქართულად, ჩემო მიხეილ. ნოღაიდელმა მთელი ქართული ბიზნესი მოსპო გია ცაგარეიშვილი. რა დროს ნოღაიდელია? აი რა დროს ნოღაიდელია და ანებეთ ამ ერთმანეთის კაჩოგინებას მე მგონი თავი, რა ვიცი. ბურჯანაძის ფულები და ნოღაიდელი და გასაგებია ეს ყველაფერი ყველასთვის, მაგრამ თავარი საპროექტო მაინც მიხეილ სააკაშვილი და მე მგონია. აი დავით უსუფაშვილი. სააკაშვილმა სწორედ თქვა ხელისუფლება სულ რამდენიმე აქვს დარჩენილი. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში რომ ყოფილიყო 10-11 აგვისტოს უკვე ვიხილავდით რუსთაველზე მის მიერ აგორებულ საპროტესტო ტალღას. არ დაიწყებდა ფიქრს, ვის წისქვილზე ასხავდა წყალს, ოღონდ ხელისუფლება ჩაეგდო ხელში, თუნდაც რუსული ტანკის გამოყენებით. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. მართალია კაცი და რა. ვერაფერს ვერ ვიტყვით. ბედმა გაგვიღიმავა, რომ გაზის დიდი ნაწილი ჩვენთან აზერბაიჯანიდან შემოდის. თორემ უკრაინასავით კომერციული ფასი არ აღწევდა გაზზე. ალბათ ესეა. ალბათ კი არა ესეა. Подарки закончились. Владимир Медведев, Россия. როცა მითხრეს პრეზიდენტმა ინდაური მოგართაო მადლობის სათქმელად შევარდნაძეს ურეკავდიო, რადგან მისი გამოგზავნილი მეგონა ბატონი ჯანსუღ ჭარყვიანი წეს. რეზო მიშველაძეს ხუმრობით უთხარი თუ გინდა ვაჟა ინდაუროვიჩი დავარქვით კი ვაჟა აზარაშვილი წერს. აი. სახალხო თბილისის პრეზიდენტის ძღვენის სუნი აზდიოდა, ვინც არ უნდა იყოს.
შეიძლება არა. ბატონო გიგა. თქვენ ჩემი პედაგოგი ბრძანდებით და ეხლა პირდაპირ მინდა რომ გითხრათ ჩემი აზრი, ყოველ შემთხვევაში ჩემი კონკრეტული ერთი ადამიანის აზრი თუ გავითვალისწინებთ. ჯერ ესეთი თქვენ ყველანაირი უფლება გქონდათ არ მისულიყავით, იმიტომ რომ ის თუმცა ჩემგან არ გესწავლება თქვენ შეგეძლოთ მისულიყავით კიდევაც, მაგრამ ეს არალეგიტიმური კაცია, ჯერ ესეთი და პრეზიდენტი არ არის. აი ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი თუ კი გამოთქვამს ინტელიგენციასთან შეხვედრის სურვილს, არ მისვლა სიმხთალეა. აი ზუსტად აი აქ ვიღუპებით პირველივე სიტყვაში, იმიტომ რომ ვინ თვითმარქვიაც რო იყოს მაინც. გავლილი თემა ბატონო გიგა ისი ტყუილების ერთ-ერთი ეტაპია. აი ეს სურათი მიუთითებს ყველაფერზე ვისთანა გვაქვს საქმე. კარგად ნახეთ უკან რა ხდება და ნახეთ რა ხასიათზეა ბიჭი და არგით ძალიან გთხოვთ რა პროკურატურას უკვე გადავეცი ვიდეო მასალა სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ანგრევს ეკლესიის კარს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე. გოგა ხაჩიძეს თავისი მოეკითხება, მაგრამ მორჩით რა ამ ეკლესიის სპეკულაციას ძალიან გთხოვთ რა. საბჭოთა კავშირში რომ იშლებოდა ყველაფერში ცვლიდნენ მინისტრებს, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ამათი დაშლის, არის სხვა ნიშანიც. ისეთმა კაცმა დამირეკა და მომილოცა შობა ახალი წელი, კარგა ხანია რომ არ დაურეკავს. მილოცვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. კობიკო დავითაშვილი, ოქროს კაცი ხარ რა. კობასაც მინდა დაველაპარაკო, პაატა დავითაიასაც, კახა ძაგანიასაც, ანანა ნაჭყებიასაც, გოგა ხაჩიძესაც და ტიგრან გულოიასაც. სააკაშვილის უბედურებაც ის არის, რომ თვითონ ვერ გაუგია ვის პოლიტიკას ატარებსო. მე მგონი ყველაზე ზუსტი გამონათქვამია. ადამიანელი არჩევნები რომ დაინიშნოს გია თორთლაძე. ამისთვის უნდა იყოს საფუძველიო. ხო, იქნებ დავილაპარაკოთ რა. დავილაპარაკოთ რა მოგივიდა საერთოდ რა. საფუძველი არ არის არჩევნები რომ დაინიშნოს იმის საქართველოში. ეს ამას შენი ძახი? ხო შეიძლება ახლა ოპოზიციაზე გაბრაზებული იყო და ეგეთ რაღაცას მაგიტო იძახთია რა. ან რომელიმე ოპოზიციურ პიროვნებაზე არ ვიცი. მე პირადად ძალიან დიდ პატივს გცემდი და მინდა რომ გცე. მაგრამ მოდი დავილაპარაკოთ, რატო წერ ესეთ რაღაცებს, არ ვიცი. ოპოზიციას პრემიერებზე ალერგია აქვს. ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის ტექნოლოგიას ბურჯანაძე ასწავლის. ოპოზიციას რა დროს ოპოზიცია კი არა საკუთარ თავს მიხედეთ რა ერთი რა. ტყუილა და მატყუარები რო ხართ და ზიხართ მაგიდებით კაბინეტებში და აშუაშია ოპოზიცია. სააკაშვილმა დაშვებულ შეცდომებზე პასუხი უნდა აგოს. ზურაბ ნოღაიდელი. ეგაი ადამიანიშვილი იქ არ იყავი? კეთქვა მაშინ, რას ვაკეთებთო? გაჩუმებული რო იყავი და დაღლილი სახე რო გქონდა. ოპოზიციას პრემიერებზე ალერგია აქვს. ალერგია ექნება, აბა პრემიერებს შეხედეთ რა პრემიერებში ზურაბ ჟვანიას მერე და არ ექნებათ ალერგია? ოპოზიციას კი არა, ყველას აქვს ალერგია. ოპოზიციას ნუაბრალებთ იმას, რაც რა განწყობაც არის ხალხში, ძალიან გთხოვთ რა. ოპოზიციასაც აქვს, კი, რა თქმა უნდა, თავისი ძალიან ბევრი შეცდომა და კითხვაზე და გაეცეს პასუხები, მაგრამ დავიღალე რა. ამდენი ყოველდღე ერთი და იგივე. რის ქართველობა, რა ქართველობა, მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა.
იქ მაგ სიტყვის ხსენებაზე თითოეულსა მთელის ხალხისა და მთელს ხალხს თითოეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე ოდისღაც. იცი როდის? როცა ჩემი მე და შენი მე ჩვენი ერთიანის ხალხის ცხოვრებით საყევარში ერთად მულა. საჭმელი შევხვდი იმ რუსთავის მეორე ზონაში ამ პატიმრებს და ერთ-ერთმა დათუნებაძემ რეჟიმის თანამშრომელმა იხურა კიდეც. თქვენ ესენი ხართ ხო? ბევრ საუბრობთ არა ჩივითა და კრიტავთ, ანუ კრიტს ახლა გავმარდა ეს არის საპრობდის რეჟიმი. ანუ თქვენ საპრობდის რეჟიმი გემუქრებათ და კრიტავთ. და ვიფიქრე იხურა თქო. გამოსავალი რა არის ამ ყველაფრიდან, რომ აღარ ექცევოდნენ პატიმრად ესე საშინლად პატიმრებს. და აღარ იყიდებოდეს ენგურგესი. ამას ვინც მეტყვის ადამიანოსაც წავიდა შენი ღირსება. თუ ქართველებს გაიცხოვრება არ გვიღირსება. არ მჯერა დაიწყება გამონათება. რა ვიტირო, ოჩამჩირე, სოხუმი თუ გაგრა. ვერ გამოვყოფ ერთ ბიჭვინთას მენატრება მაგრა. თუ ვიტირო ალახაძე, ლიძავა ან რიცა, ეს 64 საქართველოს თვითონ ღმერთმა მიცა. ნოე ჟორდანია წერდა, რომ ქართული პრესა ერთიანად გათახსირებულია როგორც გონებრივად, ისე ზნეობრივად. იმას აღარავით არის უმაღლესი იდეალი არ იტაცებს, არ აფრთოვანებს და წვრილვან უმნიშვნელო რამეებში გართული თავდაღმართში სწრაფად ეშვება და სამარის კარს უახლოვდება. და აბაშიძემ, რატომ მოხდა რომ ჩვენი ბრწყინვალე და ამაყი ინტელიგენცია როგორც ნიშნის მოგებით წერდა ერთ-ერთი პროტესტანტი ამ ძაფრი პოლემიკისა და ილიას საჯარო გამათრახების დროს დუმარე მაყურებლის როლით დაკმაყოფილდა. მართლა სად იყვნენ? ჩვენი ბრწყინვალე ინტელიგენცია საკვირველია თან იმდროინდელი ინტელიგენცია. ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება მართლა. როდესაც ილიას საჯაროდ ამათრახებდნენ გაზეთები სოციალ-დემოკრატების, რომ გვერდში ამოდგომოდნენ მას. არ იყვნენ. შეიძლება გაგიჟდეს რა, შეიძლება გაგიჟდეს და გადაირიოს კაცი რა. თქვენ გაიხარეთ რა. გიორგი გაჩიჩილაძე, იგივე უცნობი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის, 2009 წლის 20 იანვარს პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და გახდა საკანი ნომერი 5-ის პატიმარი. ხმის, რომ ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად საქართველო გადაიქცა ციხედ. იცხოვრებს საკანში მანამდე, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რეჟიმის ტყვეობისგან. საკანი ნომერი 5-ის პატიმარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე და იცხოვროს უცნობთან ერთად 24 საათიდან 72 საათის განმავლობაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს პროტესტის ამგვარ ფორმას, ან გააჩნია განსხვავებული პოზიცია, შეუძლია პირისპირ ესაუბროს საკანი ნომერი 5-ის პატიმარს აემრისთვის განკუთვნილ დროს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და პოზიცია SMS შეტყობინების სახით ნომერზე 2060. თქვენს გზავნილებს გიორგი გაჩიჩილაძე შაბათს ღამის 12 საათზე პირდაპირ ეთერში წაიკითხავს. კვირას ღამე იპატიმარი მაყურებლის სატელეფონო ზარებს უპასუხებს. გახდით რეალური პროტესტის რეალური მონაწილე. იფიქრეთ, იმსჯელეთ და იგამათეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. საკანში ნომერი 5.
7 ნოემბრის დღეებში პირველი მიუძღვა ლევონ ჩილაძის გვერდით და ახლა ლევანდელ დღეს პირველი მომიწვა და ჩემი გული ბოლომდე ენდობა. მე მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა გეგიძე. როგორ ახლა მე არ მიშევ შენაშვილი. გამე გეძინა? ვერ მეძინა ბიჭო. გუშინდელი დღე ცოტას ნერვიულობდი და გამეს ნერვიულობდი, მაგრამ მე თვითონ ახლა შევეჩვიე რა. ვიცი ხა ვინ რა არის და როგორ არის. გუშინ უყურებდი, მაგრამ იქ ახლა კარგად ხედავ. ეს არის მიშა? ეს არის მიშა. შენ კი შეეჩვი. ყველგან კამერებია, ხო? შენ შეეჩვევი, კაცო, არ არის. არანაირი პრობლემა არ არის რა. ვანას არ აძლევენ პატიმრებს და პროცენტი შეიძლება არ ვიცი და დავარქვი ვანაო. მაინტერესებს უბრალოდ ვანაოს აზრი ხა ამ გადაცემაზე ერთი რა აზრის არის? პროგრესული აზრი ექნება. ვანაოს? ყველაზე პროგრესული. ხო. იმედი უნდა იქონია რომ პროგრესული აზრი ექნება. იმედი მქონია, იმიტომ რომ ვანოს იმედი მაქვს მაინც საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ხო იცი ძალა ერთობაშია, როგორც სიძახია. დღეს იყავი რა გარეთ გასიმა. არა. ხო არ გეკუთვნის? არ მეკუთვნის 1 საათი პრაგულკა. გასეირნება, მაგრამ დღეს არ გავსულა, იმდენად რამდენადაც არ ვიყავი ამის ხასიათი. სოზარი მყავდა რაც ყველაზე მთავარია. სოზარს უყურე და შენ რაღაცებზე ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, აზრი თავისი რო თქვა, მაგრამ ისე უსმენია. მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ბიძინა გეგიძე არის ერთადერთი ის ადამიანი, ვინც ამ წლების განმავლობაში ქართული რეგბის სახელი დააბრუნა. და რაღაც მოხდა, რაღაცეები, პრობლემები, როგორც ყველა ფედერაციაში მოხდა, აბსოლუტურად სპორტის ნებისმიერ სახეობაში და ბიძინა გეგიძე წამოვიდა. აი ეს შეცდომას ვეძახი, ეგეც ძალიან ჩემთვის ძალიან ახლა გულს რო გატკენს, ხო, თქვა, რო ხედავ რომ აი ხელისუფალია, ხო, ხელისუფლებაა, ახლა შენთვის შენ მოგწონს არ მოგწონს ეს კიდე სხვა რამეა. რო ხედავ რომ მიზან მიმართულად, ხო? აი სპორტის სამყარო, თავისუფალი სამყარო არის სპორტის სამყარო და რაღაც ლამსილამაზი და იქ არენაზე წდება, ხო, ის კაცურ ჭიდილში ყველაფერი. მithumetes რაგბში. მithumetes რაგბში და დრო რო გადის ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. იმიტომ რომ მე მახსოვს აი რუსებთან მოგებაზე, მე მახსოვს ეს ყველაფერი. აი პირველად დინამო სტადიონზე რუსებს რომ მოუგეთ, აი ისეთი ამაყი ვიყავი მაშინ შენს გვერდზე ვიდექი და აი აღარ ვიცოდი რა მექნა და იმის მერე რომ სოფლიოს თასზე რო გავედით და საერთოდ პირველ გასვლაზე მაქვს მე ლაპარაკი, საიდანაც მოხდა აღზევება საერთოდ ქართული რაგბის, ხო? აი ესეთი ამის წამომწყებელ ადამიანს ეგეთი რაღაც როგორ უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ თავისუფალია შიგნიდან ელემენტარულად არ მესმის ეს ყველაფერი. არა მაქვს ლაპარაკი გვარებზე და სახელებზე და შენზე. ეს ყველაფერი რაც მოხდა იმ შემთხვევაში, ოლიმპიური კომიტეტის შემთხვევაში, თაცმინდის პარკის შემთხვევაში, თუ რაღაცა, ამას ვიძახი დაუნახაობას და უმადურობას ელემენტარულს. ენგურგესის გაყიდვაზეც რომ მიდის ლაპარაკი, ხო? აკაც რაღაცნაირად თითქოს ორჯერ უფრო მეტად განვიცდი ამ ყველაფერს. ბაბუა ჩემი დაშენებულია ენგურგესი თავიდან ბოლომდე. კაი ხნის განმავლობაში მე და ჩემი ძმა ზუგდიდში ცხოვრობდით, პატარები რო ვიყავით. მახსოვს რომ ბაბუა ჩემი თვითონ თავის მძღოლისგან სესხულობდა ფულს, არ ყოფნიდა. და აი ეს ყველაფერი უცბად რომ იძახიან და რუსების ხელში გადადის, ეს ჩემთვის რაღაც ორმაგად უფრო მტკივნეულია, იმიტომ რომ მახსოვს ის ზუგდიდის ქუჩები. აი მაინტერესებს ატეხილი არის ერთი ამბავი, ხო? რომ დაუშვათ, აოიე, რუსები ბომბავენ, მტრები არიან, ესა და ყველაფერს, ანუ იქითკენ მიყვავს ყველაფერი. ანუ ხელისუფლებაზე მაქვს ლაპარაკი, რომ როგორმე შეუჩიჩხინონ, რომ კიდევ რაღაცა უბედურება დაგმართონ, ხო, რუსებს. მაგრამ ამ დროს მეორე მხრიდან ენგურგესი მართვაში გადაეცა ვიღაც აი რას ფიქრობ ამ ყველაფერზე რას ფიქრობ მე პასუხი არ მაქვს როგორც მაშინ ჯეროდა შე რომ გამახსენე იგივე თქვა რეგბის აი რა ჩემთვის ძალიან ისი ხო ჩემი გული სული ყველაფერი რომ მეუნებოდნენ ეგენი რომ როგორ კაცო ჩვენ
შენ უნდა გააგრძელო და რაღაცა თქვა. ხო, მაშინაც ხო ადამიანი რო გეუნება თქვა რაღაცას. იჯერებ, ეგ არის ჩემი დანაშაული. ადამიანს რო უჯერებ, ეს არის დანაშაული. ადამიანს რო ენდობი, მე პირადად ჩემი გარკვეული გაკეთებული სიკეთის გამო დამირთვია ცხვირი და მე მინანია. მე რა რო ცხვირი დამირთვია და ავდგები, დავარდები, ავდგები. მაგრამ ისე თუ ვიცხოვრე თუ აღარავის აღარ დაუჯერე, მაშინ ცხოვრებასაც ყველანაირი ფასი ეკარგება, ყველანაირი აზრი ეკარგება. აი ეს არის მე ელემენტარულად ჩემს მეგობრებში, ჩემს ძმაკაცებში, ჩემს გარემოცვაში ის მომწონს ყოველ შემთხვევაში და იმიტომ ვაფასებ ამ დროს, აი ამ 5 წელიწადს ელემენტარულად. რომ დამანახა ვინ არის. კარგი რა მოხდა, გავცე მიხეილ სააკაშვილის პირადად ჩემი პასუხი. კარგი მოხდა, აი მიშა, პირდაპირ გეუბნები. კარგი მოხდა ის, რომ დაგვანახე ვინ არის. ძალიან დიდი მადლობა. არის კამერა იგულისხმება მიშა, ხო? ეს კამერა მიშა იგულისხმება. ხო, მიდის ეს საუბრები, რომ რუსეთთან შეკრული. ეხლა ჩემთვის წარმოუდგენელია, ნუ ესეთი შეკრული, როგორც აი ხო იცი, ხალხში რო რაღაც ეს აზრი რო ფიგურირებს, მაგრამ აი ჩემთვის ხო წარმოუდგენელია შენთვის ეხლა რასაც ლაპარაკობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეც კი შეიძლება რა, რომ პოლიტიკურად იყო ასე თქვა, ის დაპირისპირებული და მოკლედ ხოცავდა ერთმანეთს და ბიზნეს აკეთებდე? აი არ ვიცი. ხო, არ ვიცი, ვერ გავეცი მაგას პასუხი. ეხლა მე ეს ამაზე სიმართლე რომ გითხრა. დღევანდელი ხელისუფლება ეხლა საუბრობთ შევარდნაძის დროდან მოყოლებული. სულ მიდის ამაზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკა ბინძურია. და ბინძურ აი მე ამ აზრს ვერ დავეთანხმები. ბინძური ადამიანები აკეთებენ ბინძურ პოლიტიკას. პოლიტიკაში რომ მიდიხარ, იმიტომ რომ იქ ბიზნესის იმით უყურებ ამას ყველაფერს და ამიტომაც კაი ხალხი აღარ მიდის ბიზნეს პოლიტიკაში. ჩვენ ერთ ქვეყანაში ეს არის კატასტროფა. რომელი საათია? აუ, არის აგვილაპარაკია, ხო არ მივახვინო. რომელია? 2:09 ხდება 15. მართლა რაღაც? აბა. ხედავ როგორ გარბის. სანამ მოვიდნენ ახლა ის ბუდუ და ლუკა ნაკაშიები. ბაჩო და დათა ახალაიები მივახვინოთ, თორე შეიძლება აი დუბინგები თავში და მიშას რა მადლობა ჩვენ აქედან. აქ ის არა ქვია, როგორ არის ახლა რეჟიმი თვითონ შენ წვიტავ როდის იძინებ თუ როგორ არის? მე წვიტავ, აბა ვინ გადაწვიტავს? აბა ლუიზა ბუდუ და ლუკა ნაკაშიები მოვიდნენ მორჩავ გადაგვიწვიტავენ და ეგ არის რა. ვა მე რომელიმე ეს არის ჩემი კოიკა აი ვერავა გადმოვანგრევ ჩემი წონით მეც ქვემოთ შენც ქვემოთ და თან პაходу აქედანაც შეგვიძლია რომ ვიბაზროთ რა ძალიან გამიხარდა შენი შემოსვლა რა და აი იმენა პირველი რო იყავი ეს გამიხარდა ყველაზე მაგრად რა ამდენი კამერაა გია გავგიჟდი. ამ ციგნმა გადამრიგა ბიზნეს რა. რომელმა? აი ამან აი გიორგი აბაშიძის აგი აბაშიძის ილია ჭავჭავაძე არის ახალი გამოცემა. ნუ აი უსერიოზულესი კვლევა რა და ნუ აი დღევანდ სარკეა რა. სარკეა თან ზუსტად მოყოლილი. კვლევა არის რა ილიას ცხოვრების. ილიას ცხოვრების ანუ აი პოლემიკების, აი დროებაში რო იბეჭდებოდა, საქართველოს მოამბეში რო იბეჭდებოდა. უცბად ისე დაუპირისპირდა რაღაც გარკვეული ჯგუფის გამო ესმის ვანო მაჩაბელი ილიას რომ სერიოზული საშინელი პოლემიკები გაიმართა გაზეთებში აქედანაც და იქიდანაც რა და საზოგადოება ორად გაიყო ნახევარმა ილიას და ძალიან ცოტა სხვათა შორის აი ამ ესდეკებთან და სოციალ-დემოკრატებთან ბრძოლაში ხო ძალიან ცოტამ დაუჭირა ილიას მხარე აი ძალიან ცოტა ადამიანი მარტო იყო ილია ჭავჭავაძე და რისი ბრალიაო თვითონ აგი აბაშიძესაც უკვირს იმიტომ რომ რამოდენიმე კითხვა დაუსვიო ჩემ თავსო და დღემდე ვერ გამირკვევიაო რატო სხვა წევრები არ დაუდგენ გვერდზე მაშინ ილიას ამ სოციალ-დემოკრატებთან ახალგაზრდებთან მაშინ ნუ საშინელ ხალხთან რა მე ისტორიები მეორდება ხო იცი ეგ არის მომისმინე საბანი მაქვს თუ არა მაქვს ყველაფერი გაქვს. ვაა. ყველაფერი გაქვს ის პირობა, რაც აქვს საპატიმროში პატიმარს. უკეთეს პირობას ვერ შემოგთავაზებ. არც მინდა პირიქით, მე მზად ვარ. ვარეს. და შენც მოგიწოდებ ისე, რომ იცი. აი ეგეთი მაგალითად პატიმარს არა აქვს. რა.
აი ეს რა არის? ბიჭო, წყალსვავ ამითი რა. ვა, რა კაია. რა მოხდა ეს პატიმარს რო კონდეს? აი რა მოხდა? მაშინ კონდეს პატიმარს და მე შენს დალიე წყალი. არა, კაი ბატონო, არ დავლევ ამით, დავლევ იმით, ჭიქით. კაი, всё, მორჩე, ხვალ გავატან რა. აი ეს კი ბატონო პატიმარია. კარგი, მაპატიეთ. ბიჭო, ეს რომ ლაპარაკობდი იმაზე. პატიმრები, ნეტა პატიმარი უნდა ერთი პატიმარი ვინმე შემოვიდეს, რომ ხვალ. აი რომ შემოვა ის იტყვის, ესე არ არის რაღაცა. ხვალ შემოვა, ხვალ ზუსტად პატიმარი შემოდის და აქ იქნები შენც და მეც. ძალიან კარგი. ხო და იმას იზავს რა. შენიშნებს მოგცემს, ხო იმედი? შენიშნებსაც მოგცემს და ყველაფერსაც მოყვება, რა ხდება და როგორ ხდება და რანაირად ხდება. და ვიღაცამ თუ არ თქვა რა ხდება და არ გამოვიდა ეს საჯარო განხილვის თემა, იგივე მოხდება ხვალაც და იგივე მოხდება ზეგაც რა. პატიმრები რო გამორბიან თურმე რა, ესე თავს გვაქვს რა. და ესე მორბიან ჩამწკრივებულები და დუბინკები და მიშას რა და მადლობა და ესე გამოდიან. ესე იგი მე რა დაწყნა გამოვიტანი აქედან იცი რომ ადამიანები სპეციალურად უნდა დააჩმორონ რომ მე ჩმორი ხმას არ ამოიღებს. და რა თუნდა მე ბიჭო. აი ეგეთი ჩმორი მოიგებს ომს მე. ო, ადვილი სამართავიაო იძახის რა. მაგას გონია რომ ჩმორი და ისა ჩამშვები ომს მოიგებს და ძალიან შემსთავა თუ ესე გონია რა. იქაც მიშას რა მიშ არის მიშა. ციხეშიც მიშას რას უძახია ანდო. აუბედურება. ესეთი კამერებია, ხო იქა? ესეთი კამერებია. არ ჯობ მერე საპრობილეში არის ზუსტად ესეთი კამერები რა. ხო, მაგრამ ესეთი უბედურები თუ ესეთი დამცირებული იმის ქვეშ რა როგორია? ამ კამერა რა აჯანდება თუნდა? მაგას რომ ისე რაღაცა იმიანი კამერები, ნესტიანი და იმიანი კამერები და ეგეთი არ გამცირებდნენ რა. მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რა. ერთ სიგარეტს მოუწევი ხა, თორე გადაიწვა. ამანერვიული რა. ორთოთეთი რა ხდება გავიგოთ რა. პატიმრებს აქვთ რადიოში რომ დაგიდგიათ რადიო. რა კანონით აქვთ, მაგიტომაც შემომიტანეთ, თორე ვირას კანონით აქვთ, ხო? კი, ვირას მომცემდა დადგმის უფლებას. სპიდოლა გაქვს. და სპიდოლები რო იყო. ეგ არის. ამა სპიდოლა იყო მაგარი პონტი. იმას რომ დაშინდი მონტე კარლო. იმას რომ უსმენდი რა ამერიკის ხმა და აუ დავიჭირე რა. დავიჭირე. იქავართ ისე. იქავართ ჩვენ. ვიარეთ და იქ მივედით რა. გახსოვს ის რომ ერთი წლის წინ რაღაც გრიგოლიას გადაცემაში წითელი ყელსახვევი რო ვაჩუქები შას გადაეცი მეთქი ხო გახსოვს რა კი რა მაგი ვაჩუქე იმიტომ რომ მეთქი პიონერი და რამე და მეთქი თავიდან იწყება ის ყველაფერი მეთქი და იმას ეგონა დროშის ფერი ვაჩუქე დროშის და თეთრი რო გამიძრო და ავა ერთად უნდა ვიყოს წითელი და თეთრიო რა ვიდა წითელი და თეთრი კი არ უნდა იყოს პიონერის ყელსახვევი გაჩუქე პიონერის ეგ იყო მაგ თავარი 800 მილიონი თუ 100 ძახიან დახარჯა არჩევნებში და დღეს იძახის რომ აფული სადღა მოვიტანო მე რომ არჩევნები ჩავატარო ხა დაცინო არ არის ხალხი შეაგროვებს მაგ ფულს აი ლარებით ოღონდ მაგან არჩევნები ჩაატაროს რა 800 მილიონი უნდა ისეთ არჩევნებს როგორც თვითონ იცის და არა აი რა ზიად გამსახურდიაზდოს არჩევნები აი კაპიკი არ დაждომია ხო მაგას ვიძახი აი ნორმალურ და თავისუფალ მართლა და მართლა ისეთ არჩევნებს ობიექტურს თუ ატარებ არ ჯდება ესეთი კოლოსალური თანხები და თუ ხარჯავ ეხა 2 მეტრში თუ ერთ ბილბორდს დგავ და მარტო შენი ბილბორდებია მთელ საქართველოში კი დაგიждდება ეგრე მილიარდის დაგიждდება აი ეგეთი არჩევნები ჩატარდა, მაშინ მართლა ყველაფრის ღირსი ყოფილვართ რა. მე რას ვთვლი იცი შეცდომად, რომ აი უკვე არჩევნებზე მაშინ აღარ უნდა დათანხმდე რა. თუ ეგეთივე სიტუაციით მიდის ხო ცენტრალური საარჩევნო კანონი არ გამოიცვალა, კომისია არ გამოიცვალა, ტელევიზიები ესეთ სიტუაციებში დარჩენენ, მაშინ უარი უნდა თქვა რა. ეგეთ არჩევნებში აღარ უნდა წაყვე. თორე იგებს რა. მაგაში დარწმუნებული ხარ რომ არავინ არ წაყვება? პოლიტიკოსებზე მახლაპარაკი.
აი არ უნდა წაყო, ეგ არის ზუსტად ერთიანობა და ერთსულოვნება, რადგან შელაპარაკობდი რა. ეგ არის. თარხნიშვილია ჯერჯერობით ის, ხო? აქ CSKA-ს თავმჯდომარე. ნუ ცოტა კიდე თარხნიშვილია. ასე რა. საკანი 5 იძახის და თარხნიშვილი. ეხლა ეგ გვაზე ხარ. იმებს 24 საათი ფიქრობს, რომ აი ეხლა ამ რეალობაში როგორ ჩაწეროს იქ გვაზე ხარ სიები და რა. თარხნიშვილია ეგ და თარხან მოურავია, ეგ ვერ გავიგე. ისე რა გვარის კაცია და თარხან მოურავია, მაგას არიკადრებდა. არა, აგი ვინ არის არ ვიცი. ყველაფრის და დღე მაგ ცოტა ხანი ჩაეჩოჩებინათ მაინც, რომ აღარ გამოჩენილიყო ეს. მიშა რო აღარ იყოს დარწმუნებული ვარ რომ ბაქრაძე უკვე ნორმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს რა. აი მაგაში დარწმუნებული ვარ რატომღაც რა. აი მიშა რო აღარ იყოს დარწმუნებული ვარ რომ ყველა შენ რაღაც ძალიან ბევრი ისეთ რაღაცებში ხარ. აი ესე მგონია რა, იმიტომ რომ ეხა ნორმალური ადამიანია. გესმის? ეს არ ვიცი აკეთებინებს ყველას არანორმალურობებს, ესე მგონია რა. შეიძლება ვწდები, შეიძლება ძალიან მეამიტი ვარ, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიშა თუ აღარ იქნა და ბაქრაძემ შეასრულა იმის როლი, ხო, პრეზიდენტის დროებით. რატო სხვა გზა არ არის? სხვა გზა რა გზაა? რა ბაქრაძე, აი, შენ ამდენი რაღაც ეხლა ამას მიქენი, twin თავი ამ. აბა, ეგ არის არჩევნებამდე თუ გინდა რომ მივიდეთ და ნორმალურად მივიდეთ და ჩატარდეს ობიექტური არჩევნები, ესე უნდა მოხდეს, ესე მგონია მე. არა, ამათმა ხო იმას ქნეს კაცო. ყველა მოაწერა ხელი მე მგონი, ხო, ამ გადადგომაზე. არა. როგორ არა? ნუ ხაიდება არ მოაწერა. მართლა რას ლაპარაკი? არა, ერთადერთმა არ მოაწერა და მოიგდება. აქედან რომ გავალ, უნდა დაველაპარაკო. თუ გავედი, ბუდუდა ლუკანაკაშიები თუ და ლუკანაკაშიები. აი, უნდა დაველაპარაკო, გაიდეს, აი, ვეუბნები. არა, გამოვიდე, პახოდი გინდა. არა, მართლა უნდა დაველაპარაკო. რატო არ მოაწერე? რატო არ ვაწერო? არ არის ჯერ მაგის წასვლის დრო. არა. ესე მითხრეს მე ახლა მე არ მომისმენი ერთადერთი კაცი ვინც არ მოაწერაო ნოღაიდელი არისო რა. ამ პარტიებმა, ძველმა გამომძვედელმა პარტიებმა მოაწერეს ხო ყველა? კი. ახლებმა რესპუბლიკელებმა, ლეიბორისტებმა, ეგ სალომეს ის არ იყო საერთოდ. ჩვენებმა ყველა მოაწერა. აი ესე ვიტყოდი პირდაპირ რა. გადადგეს სააკაშვილი, მერე ჩატარდეს არჩევნები. ხო. ხო, ნუ დანარჩენი ალბათ მართალი ხარ, როგორც ალბათ კანონი ითვალისწინებს იმის და მიხედვით, ხო? რა. მერე დარჩება ისა ბაქრაძე, ხო, შემსრულებელი და ბაქრაძე ჩაატარებს არჩევნებს რა. არა, არჩევნებს ჩაატარებს ისა, CSKA. აი ვის დანიშნავდი CSKA-ს თავმჯდომარედ? არჩევნებამდე იქნება იმის აი შენ ვის დანიშნავდი CSKA-ს თავმჯდომარედ გაფიცე ყველაფერი, აი მითხარი გოსტ. ხო იყო საუბარი იმაზე. მაშინ ხო გახსოვს? ხმალაძე მაგარი კანდიდატურა, აი ძალიან ყოველგვარი იმის უაღრესად მაგარ პატივს მაგაც. თარხნიშვილი დღემდე არ უნდა იყოს რა. თუ გამოდიხარ და ამბობ რომ შეცდომები და ესა და არ მინდა ეხლა. არ მინდა რა ხო რაღაცა. არა, ჩემთვის არ მინდა კი არა, გეუნები ბიძი რა. ჩემთვის ეგ იყო აი რამის ადამიანს აი ამოეღო და ესწრო და ტყვია რა. აი მაგის განცხადება რომ ამ ხელისუფლების ოპოზიციაში რომ იყო სამთვეში გადავაგდებდიო. აი გეუნები იმდენად დამამცირებელი იყო ჩემთვის და მთელი საზოგადოებისთვის დარწმუნდა. ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში ვინც იყო, აი პროსტო აი არ ვიცი. ეგ იყო ბოლო წვეთი იმისა რომ ეს პროექტი დამეწყო მე რა. იმდენად აი მაგას მერჩივნე რომ დედა ეგინებინა მთელი დღე კაც ჩემთვის რა. ძალიან. არა, პროსტო აი მაინტერესებს მისი მხარდამჭერები, აი რა პასუხი აქვს ამ განცხადებაზე. მაგას აი პატარა ბავშვი არა. აი ხო შეიძლება რაღაცა რო უნდა ბავშვი. ყველაფერზე ხო აქვს მაგათ პასუხი. აი ეს ამ განცხადება. კითხოთ, აუ მინდა რომ კითხო, რა ვიცი. ვისვა? აი რა ვიცი, თუ აი ვისი პასუხი გაინტერესებს? გიაჭანტურიას. აი რა პასუხი აქვს ამაზე, რა განცხადებაა ეს? აი გამაგებინოს, ან გამაგებინოს ის გინდა გიაჭანტურია მაიღო, გინდა რა ვიცი, ვინ იყო კიდე მაგათ მხარდამჭერი, გინდა მერაბი აიღეს ეფაშვილი და გინდა ის და გინდა ის. თუმცა ყველანი ძალიან მიყვარს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. მაგათი, მივხვდი, მეუბნავთ, აი მაგ ადამიანები, ვისაც პატივს სცემ, ვისაც პატივს სცემ. ხო. იმ ადამიანების აზრი მაინტერესებს. მართალი ხარ. აჩიკო გულიდანის აზრი მაინტერესებს გულწრფელად. ჯიგარი ხარ. აი რა არის ამ განცხადების უკან, რა დგას რა? ხო, რას ფიქრობ? რას ფიქრობს? ეს არ არის შეურაცხყოფა მთელი ქართული ხალხის?
ზოგთან ერთად ვაფშე გავიზარდე, ბავშვობიდან მოვდივარ, ზოგთან ერთად ძალიან დიდი დრომა გატარებული და ხვევნა, კოცნა და სუფრები და დაბადების დღეები და საქმე და სიმღერა და ყველაფერი აბსოლუტურად რა. და უცბად ეს სიტუაცია რომ მოხდა, ვიცი, რაღაც დავიკარგეთ რა ერთმანეთისგან, ყოველ შემთხვევაში ეს 1 წელია მაინც. და გუშინ ვიძახდი ზუსტად რომ ეს მიყვარს რა საქართველოში რა, ის მენატრება უბრალოდ რა. მენატრება ამ ადამიანებთან ურთიერთობა მენატრება. მახსოვს იმ სურათებს ვათვალიერებდი. მე და მერაბი ჩაცუცქულები რო ვარდი კლიპს რო ვიღებთ. ავის მილიონი მე და აჩიკო კლიპს რო ვიღებთ. ის ნახე, ის სიმღერა ზუსტად დღევანდელ დღეზეა. ის აფხაზური პროექტი რო გავაკეთეთ, რომ თარგმნეთ აფხაზური სიმღერები და ერთად რო ვიმღეროთ. ხო და აჩიკოს ინტერვიუ ნახე რა. და აჩიკო იძახის რომ აი როგორ გონიათ აფხაზეთის დაბრუნებაო თქვენ რა და ერთადერთი სიყვარულითო იძახის რა. ესმის? აი ეს სიტუაციები მაგრამ აინტერესებს რა. აი არანაირ კითხვას არ გავექცევი მაგადგან. არანაირს მართლა გეუბნები. просто მაინტერესებს იმათგანაც გავიგო რა. просто მოვიდე, ნახონ, არ დარჩენ, თუნდაც ცოტა ხნით ვილაპარაკოთ საზოგადოების წინაშე, ხო შეიძლება არ გაურბივარ არავის აბსოლუტურად რა. იმიტომ ზურგს უკან სისუფთავე მაქვს, სუფთავარ რა. ყველა სიტუაციაში სუფთავარ რა. იმაშიც რაშიც მაბრალებდნენ და იმაშიც რაშიც არ მაბრალებდნენ. მაინტერესებს მაგათი აზრი რა. ეგენით სუფთები არიან. ესე ვფიქრობ მე. და იდეის გამო თუნდაც აჩიკო გულედანი ეხა დარწმუნებული ვარ რა, რომ ეხა ქარაფშუტა ადამიანი არ არის და რაღაცეების და გამო არ გააკეთებდა ისეთ განცხადებებს. მაინტერესებს მართლა რა. იმიტომ რომ მიშა ადრე თუ გიახო წავა და წამოვა რა და ყველა ეს ხელისუფლება და ჩვენ ხო უნდა დავრჩეთ. ჩვენ ხო ისო მეგობრები უნდა ვიყოთ. ხო და ამ დროს ნახე კლიპი, ნუ ის სიგნალში რომ ერთად დადიან ხელი-ხელ გადახვეულები და რაღაც და რაღაც. მაინტერესებს, ნუ აჩიკო და თვითმარქვია. თვითმარქვია მაგარია. რა, აი თქო მეგობრები არიან შენი, ხო? რომელმა იდეოლოგიამ მოხიბლა? არ მითხრე ხო ნატოში რომ უნდა ხო ნატომ და აი რუსეთის ბოლომდე ემან რა ესმის აი ქონია მე და აჩიკოს ეხლა ლაპარაკი რომ აი რუსეთი და მაგათი დედა მე არა ვარ მაგის იმიტომ რომ რუსეთი რაც არ უნდა მოხდეს ისეთი ბრძენი ხალხი უნდა ვიყოთ ჩვენ რომ ერთმანეთთან ისა რუსებთანაც მეზობელი დარჩება ყოველთვის 250 მილიონიანი ერი და ამას შენი დედათი ვერასდროს ვერ იმასისა პირიქით ცეცხლზე ნას დავწდას აჩიკო იმდენად ვერ იმაშვება ამ სიტუაციაზე და იმდენად ვერ არიან ეგეთი ტურიკაც და რუსებზე და არიან რა ეგეთი ადამიანები რომ ვინც ახლა დაუშვათ ისტორია იცის და რა გაგვიკეთეს რუსებმა და როგორ და მთელი ისტორიის მანძილზე რომ ერთი კონტრაქტი არ შეუსრულებია და კი მესმის აბსოლუტურად და ამის ნიადაგზე ხო იმდენად ამ რუსებს ვერიტან რომ ნებისმიერ რაღაცაზე ხელს აწერენ ესმის როგორღაც ნებისმიერ აი ნებისმიერ იყოს მიშა მაგრამ მოუგოს რუსებს და მოუგებს მოუგებს იმიტომ რომ უკვე ეგუტრაკებს შენ ამბობ რომ ამათ ჯერავთ რომ აი დღეს ხვალზე 5 წელი კიდე ხო გავიდა რაც ეს ხელისუფლების არის ხო სააკაშვილი და იმიტომ არიან ესე ეთაყვანებიან და იმიტომ არიან თავით გადაშვებულები მაგის მხარდაჭერაში რომ მართლა ჯერათ რომ მიშა რუსებს რას უზავს ეგავე დედას უტირებს რას მეუნები გია ეფიცები ყველაფერს რა ყველაზე უფრო მაგრა აი ამადგან ვინც დანარჩენები არიან აი ყველანაირი მნიშვნელობით დედას უტირებს ხო და სამხედრო მიშა გააკეთებს საქართველოსთვის იმ საქმეს რუსებთან მიმართებაში რაც ქვეყანა სჭირდება და რუსების საერთოდ ჩვენზე ამაცერად ვერ გადმოხედავ მიშა შეგვიყვანს ნატოში მიშა შეგვიყვანს ევროგაერთიანებაში მიშა უტირებს რუსებს დედას აი და მიშა რა ამის აი რუსების ბოღმის გულისთვის ხდება ეს სიტუაცია ხო და სხვა ვერავინ ვერ ჩანს ვინც იგივეს გააკეთებს ხო სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს ვერავინ ვერ აიღებს ამას თავის თავზეო რა ხო ეხლაც მაგაზე არიან ეხლაც მაგაზრზე არიან მინდა დაველაპარაკო რა არა შეიძლება შენ ძალიან უტრირებულად არა ეხლა ტურიკაც სიტყვაზე ვთქვათ ეგრე ფიქრობს გესმის რომ აი რუსები და მესმის რა მის მაგრამ ესე არ ბიჭო მასე ეხლა ესე არ ფიქრობს რომ აი ტურიკასთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის რომ ტურიკასთვის აკაური თავისუფლება და დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რუსების სიძულვილი გესმის
და ამათთვის არა. ამათ ესენი თმობენ აქაურ დემოკრატიას რუსების იმდენად მნიშვნელოვანია. იმდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი. აი ეგ არის რა. მე მახსენდება ხო შენ რუსეთის თამაში გაიხსენე ხო? იქ ხალხის ემოცია რა, პირველი მოგება, მერე ის მოგება რუსებთან სიმბოლური იყო ხო რუსებთან თამაში გადაწყდა ჩვენი მსოფლიო თაზე გასვლა და რა ვიცი. და მაგის რუსებთან სურს ისეთი ყველა პრინციპული თამაში რუსები ხალხს რეგბი შევაყვარე მე და ჩემ აი ვინც ვიყავით რეგბის კავშირში მაშინ ზუსტად აი რუსებთან მოგების მერე. ესმის ანუ ეს არის ახლა ეს მისა შინაგანად ეს მოთხოვნილება ხალხში. ეს აქედან ეს გასაგებია, მაგრამ ის პერსპექტივაა ჩემთვის გაუგებარი, რომ აი ამ მოცემულობაში რომ ეს პერსპექტიულია ჩემთვისაც გაუგებარია. რომ აი მიშა ამას გააკეთებს და მეტი ვერავინ და ჩემთვისაც გაუგებარია რა. ჩემთვის მეტი სხვა თავი დავანებოთ, სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს, კი ბატონო, მაგაზეს დავეთანხმებ, მაგრამ ეს რატო გონიათ რომ ეს პერსპექტივა შესაძლებელია? აი არ ვიცი. იმან შეიძლება просто პროვოკაციაში შეატრიოს ესენი რა. ესმის? აი ეგ. დაწყას და მე გაიცი. დაწყას და მოწდეს. ეგ არის. ლეგენდარული განმუხროც. განმუხური. გადადგება ეგადო. გადადგება, აბა რა სიგავს და. აი როგორც მე შენ გიყურებ, ეგრე გეუბნები, რომ გადადგება რა. შენ ეგ განმუხურში. ეგენი მოვლენა აქია? ჰა? ეგენი შენ გონია რომ მოვლე? რა ვიცი, მე მინდა რომ მოვიდნენ და რა არავის შეურაცხყოფას არ მივაყენებ, აი სიყვარულის მეც არაფერს არ დაველაპარაკები, ფიცა ვარ ყველაფერს რა. ქალაქში კიდე რა ხმები დაიხა იცი? მითხარი მომიყევი, გაფიცებ რა. მიშას პროექტია. მართლა? ეპიცემი. ეკას დაურეკეს. აი, ავადმყოფები რა, გეუბნები. ეკას ტელეფონი გაუარხელი და ეს კი რა იყო, რა მოხდა მეთქი და ნუ რაღაც ძალიან ეთყობა იქ ვაკე ვერა. მიშას პროექტია. მიშას პროექტში მომიყვანედო? მაბატია რა, მე ძალიან ვიზავ. ეხლა რომ მითხრა რომ აი რა შეცვლიდიო შენი აცხოვრები ცხოვრებიდან, ნუ ალბათ ვიტყვი და არაფერს თქო რა. ამ 20 წელიწადი რაც დაიწყო ეს. არა, იცი რატო? იმიტომ რომ ეს უნდა გაევლო, მაგრამ დარწმუნებული იყავი რომ ყველაზე ადრე გავიარეთ ეს 20 წელიწადი. ეხლა სომხებს ჯერ არც დაუწყიათ, დარწმუნებული ვარ და აზერბაიჯანელებს და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. აი ეს რაც ჩვენ გავიარეთ რა. მე კი შევცვლიდი რომ ბიჭებს გავაცოცხლებდი. ბიჭებს გავაცოცხლებდი და ზუსტად ერთი ის მინდა განახო. აქ დაწერე? ხო, გუში ხამე. არ მეძინებოდა და მაგაზე ვფიქრობდი რა, რაღაცომღაც ამეკვირა და ბიჭები რა, რომ იმიტომ რაღაც სიკვდილი ვახსენე, რაღაცა. ნეტა რა არის სიკვდილი ეს განგება რო გპირდება, მდგომარეობა ისეთი ჰაერი რო არ ჭირდება თქო რა. ხო და მე ეს რო ვახსენე, მე გამახსენდა ყველა და რაღაცა და ეგეთი რაღაც დავწერე. მინდა დაგიკითხო შენ ხშირად გიკითხავ ხოლმე ჩემ ლექსებს და რა გინდა რატომ დამიფრთხე ძილი? გუში ხო ძილი დაბრთხალი მქონდა. რა გინდა რატომ დამიფრთხე ძილი? ძილში ვიყავი ზეგარ დაქმნილი. ვიყავი იქაც, ვიყავი აქაც, გავესაუბრე სულ ყველა ძმაკაც. გაბრწყინებულსა როგორც გენებოს. გადავეხვიე ნინუცის, ბებოს. თვალის პაჭუნი ვესროლე ბანდუს. თავს წამომადგა თოფჩიკა ამ დროს. გადამეხვიდნენ კოკა გოგია, კოკა იქაც ხომ პედაგოგია. ქუცო შოთიკო სულ გალაკული სიცოცხლით სავსე ჩემი კაკული. ნიკა მიტუშა ნოდარა შავი და კიდევ რავი. აი ეს თამი დავწერე გუში. დავწვეთ არა? დავწვეთ ხო, დავწვეთ და დავიზინე და ხვალაც ბევრი იქ არა ის სტუმრები უნდა მოვიდეს რა. ვინა? სტუმრები უნდა მოვიდნენ ხვალაც რა, პაემანზე, იმაზე, ამაზე. წყალი მოდის თუ.
ჯერ არ გადაუკეტიათ რა. ლუკა და ბუდუნაკაშიებს. აცხოვი ჩავიქრეჩუ. ბუდუ ლუკა. ვა. და ოქრო. ამას იმას ვიზავ ცოტას. ოპა. რუსებთან მაგრამ ეს რუსები ახლა ისე რომ დაფიქრდე რა? რას ლაპარაკობ? ეგრეც კაი მაყარა ისინი არიან რა. ესე იგი, ხოდა მივხვდე რომ აი ამ ტაქტიკით ხო აი ესეთი თამა ვერ იგებს. არა, უნდა აბა ეგ არის რუსი. ეგ არის რუსი. ურაზე უნდა გაიგე. ურაზე რეგმის სხვა რამეა ხო? ურაზე ეგრე არ არის. ჰურა, ესე მოდიოდნენ რა მონღოლები და იქიდან წამოსული ტერმინი ასწავლეს ეთქო. ასწავლეს 400 წელი ხო გადაუარ გადმოუარეს და ეს ტერმინი შერჩათ რა. ეხლა რეგბი ყველაზე უფრო მაღალ საფეხურზე დგას დღეს სათამაშოში განვითარების რა. ისე რუსებს რომ მოუგეთ აქ ფუტბოლ ფეხბურთი. ო, ლოკომოტივზე დააძინა 100 იანვარი გაიტანა. დააძინა 1-0. თუ 1-0 მოუგეთ. ვიყავ მაგთან. ვარტამაშიც ვიყავ, ხო ეგ იყო არასნაირი ბოლო სიხარული რა. Gavrilovski, Россия! ეს ხალხია რა. ბიჭო, მაგუჩაია Россия! მინუკი არის ირინაზე ფერმძიმეთ რა, ბავშვობიდანვე და რუსთაველის თეატრიდან წასულები ვართ გასტროლებზე ლენინგრადში ერთ თვენახევრიანში თუ რაღაცაში რა. სასტუმრო აქცაფრეში ვცხოვრობთ მახსოვს და ნუ აი მაგარი გულაობაში ჩემ ყველანი იქავართ რა და სამანიშვილის დედინაცოლს თამაშობთ რა, ირინას გაჩენას გიყვებით. ოდა უჩ მაგრამ ნერვიულობ რა და ახოდ უკვე ვიცი რომ სამოთყოფოში წაიყვანეს ის და ამ დროს სპექტაკლი მაქვს რა. აი გაგიჟებული ვარ სინა ველოდები რაღაცა და როგორი სცენა არის იცი რომ აი ზაზა პაპუაშვილის შემოერგვის ბოლოს კირილე მიმინაშვილი რა. ო, კირილე ზაზა. ო, ციხრით აღებს კარებს რა და ესე იძახის რომ ბიჭია პლატონ, ბიჭი ღვაზე ხარ, ბოლო სცენაა რა, აი სიზმარი რაღაცეები მიდის იქ რაღაცა და ბაც გავყარები და გრეჩი გოგო გოგო იქო თარმინიდე მალჩიკ ვაპურელი გაგიზე რას მივარდენ ამბობ დასაგდები აუ ძალიან ეს გაჩნდა ირინა ანუ ზაზა იყო მახარობები ზაზა მითხრა რა კავკასიური წარწის წრე ნახე აი მაიკი დამება და სურვილი საერთოდ თეატრში ყოფნის და თეატრში მოღვაწეობის რა და მსახიობობის რა მაგრად კი მენატრება ის ახი ისევა ხრებში რომ გაიშლება რუსთაველის სული ხო გახსოვს თუ აუ როგორ მახსოვს იცი 9 აპრილის საკამოფიცი აი გეტყვის ზუსტად მოგიყვები რა თეატრიდან გამოვედით წავედით მივედით იქა და გინდა დავიშლებით და რაღაცა და დავიშალოთ ეძახის და ქაშვეჩი ვილოცოთ რა დაჟე თქვენც გარიყავით რეგბისტები და ჩხუბები და ამბები და მაშინ ვინა თქვა ნატოს ჯარები მოვლიანო და აი მაგ მდგომარეობიდან ვარ ეხა აქ მოსულობა ბიჭო რამდენი წლის მე აბა ეგია ნატოს ჯარები მოვლიანო ფუ მაგათი და 9 აპრილი აუ რაი აუ ამეროებოდი სადღა მოუწიო და ერთი ახლა შეიძლება ამას ასვიჩიქრებდი, აი შევარდნაძის ბოლო ერთი წელი წარმოიდგინე რა. აი ბოლო მართველობა. ამას იფიქრებდი, რომ ეგეთი რამე მოხდებოდა, რომ რუსები დაგბომბავდნენ და საერთოდ მიფიქრებდი კი არა, მაშინც არისო რა. ფანტაზიაში. აი ის კი როგორ უნდა წაგეყვანა საქმე, რომ აქამდე მისულიყავი რა. თან ამ ხალხს იქაურებს რომ ელაპარაკები. აუ ბიჭო, აი თვალები უნდა ნახო. აუ მე შარიცლი ხო მივედი. ცხენია რა, აუ გარეთში. მე ხო მივედი ეგ ზაკოს შენობაში რა, ყოფილ ზაკოს შენობაში. აი ეს პერიოდია რომ რაღაც ადიალები, რაღაცეები ტოვილებს მიუტანეთ რაღაცა და აი გავარ ზაფხულია რა. ხო და ერთი ტიპი მოვიდა რა, ჩუმად არის რა და ესეთ გას და მოვიდა ჩემთან და ერთი წუთი თუ რა თუ შეიძლებაო და მეთქი დიახ ისმენთ მეთქი და ეხლა რომ დაგინახეთო მინდა რომ რაღაც დაგელაპარაკოთ რა რაღაც
მოთხარი კი როგორ გეკადრებათ მეთქი და ხმა არ მომიღია საერთოდ 3 ღამე 3 დღეაო რა ეხლა რომ დაგინახეთო უბრალოდ მისში რა ვქნაო რა იყო მეთქი წარმოედგინეო ცოლითო 3 შვილითო და 5 შვილიშვილით ვარო ეხა აქო რა ერთი ოთახი მომიგდესო და პროსტო არ ვიცი რა ვქნაო არ ტანსაცმელი მაქვს არც საწოლი მაქვს რაზე დავწევ არც და აი პროსტო არ ვიციო რა ვქნაო თანო ეს ყველაო ვით ჩამოგითვალეო არო ქალებიო რა ნაბიჯს ვერ ვდგავ არ ვიცი აი ამის შემდეგ რა გავაკეთო რა აი ის კი არ იყო ინტერვიუ და რაღაცა აი გეუბნე გულწრფელი ადამიანის გულწრფელი და საუბარი რა აი თვითმკვლელობამდე მისული კაცის გულწრფელი საუბარი რა გეტო გააკეთეს რა წარმოიდგინე გავიარეო და აი ეს შემოღებული ებრაელები რო ყავდათ გერმანელებს და ეგეთი რაღაცაში ცხოვრობენ წარმოიდგინეთ გეტოში რა და კიდე ამადლიანი აი ხო არიან რომ დარჩენილი ცხოვრობენ და ეს რუსები არაფერს არ უშავებენ ასე ვთქვათ რა არავინ არ ეუბნება რომ სახედა არავინ არ აგდებს ისინიც როგორი მომწერებლები არიან იცი არანაკლებად მე გეუბნები რა იცი აი პროსტო აი ახლა აი ჩემი ეს გულისთვის რა მაგიჟებულები არის და უსინდისოდ ახოდუ გამოდიან და იზახიან რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყიო აი გიაწეს ეხა ყარყარაშვილი точно აი ამაზე ამ საათზე ამაზე ამ წუთზე ამაზე ამდენი გრადი გაუშვეს მეორე ომი დაიწყეს იმ დროს როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოვიდეთ თავიანთი რიტორიკით ომის რიტორიკით და მესამე ომი დაიწყეს იმიტომ რომ ისედაც ომი დაიწყეს მთელ ქვეყანაში ერთი რაღაც დემოკრატიული შიგნითაც ხო დაიწყეს და პაходу გარეთაც რა ან ეთქვათ რომ ან გადით ამას ვიწყებთ გრას ვისური თუ იმას ვისური პირიქით რუსთავი ორი აცხადებდა რაღაცა წინასწარ ბიჭო რა ვერ გავიგე რომ ამ ადამიანმა რაღაცა რა მოემზადოს ამ ბიჭო აკონტროლებთ იმისთვის ემზადება 1 სექტემბრისთვის ბავშვი სკოლაში რომ მიდის და ომი არ მოგიგენია კონფლიქტი სიტუაცია და ეს ხალხი უცბად და ფაქტის წინაშე არ მოშთება და თან მერე ყველაზე ის რომ ეს ჯარი ჩვენი გამოვიდა და ეს ხალხი დარჩა აბა და ვაკონტროლებთ ვიზახთ ვაკონტროლებთ და ამ ხალხს კიდე იმედი ეძლეოდა რომ აი ეხა შემოგვიძახა რა უნდა ბიჭო სოფლის გაფრთხილებას 15 წუთი არც უნდა სანამ შენ გახვალ რომ უთხარ რომ აი всё დავა ეხლა რა მე რომ ატყდა ამდენი რომ ბაევიკები შევიდნენ და იქ დაიწყო რაღაცა დაჟე ოსება გააფრთხილეს და გაიყვანეს ხალხს ამათ მაგ გაიყვანეს თორე იმათ აი წარმოიდგინე ხა დიდი შანსია რომ ამ ორი მონსტრის შეჯახების დროს იმენა ღაზა სექტორი გავიჩნდეთ რა მერე თორე ამანოს რესურსი ამოწურული აქვს ეხა შიგნითაც და გარეთაც რატო ინაგურაციაზე არ პატიჟებენ ბიჭო და იმ პროტოკოლის შეხვედრებს ვეღარ უგეგმავს ვერც ერთ პრეზიდენტთან რომ არავინ არ აღხვდება 4 საათი დაიწყო რას ლაპარაკობ აბა ესე ჩავაქვთ რა ჩავაქვთ საცოდაა შემოგვეყანა სასტიკი ბრძოლები გელის რა ოფოში იწყება